მნიშვნელოვანია სამხრეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. დღეს ჩვენ ერევანში ვართ სამთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატში და ამასთან ერთად გქონდა ორხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ორხრივ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი გქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში და რა თქმა უნდა ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ თემებზე გქონდა საუბარი დღევანდელ დღეს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ თემებს, გითხავთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც შეაჩერა მუშაობა ევროსაბჭოში და აქვე ჩაგეკითხებით უკრაინელი ჟურნალისტის ციტატას, რომელმაც თქვა, რომ ის დათქმები, რაც მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულ ოპოზიციასთან იყო შეთანხმებული, როგორ შეაფასებთ ამას? რა თქმა უნდა, აქ იყო კოორდინაცია, ისევ როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირ მოწვევები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი, პასეს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვათა შორის რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 3 წლის წინ ის პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. და დღეს ვითომცა არაფერი საუბრობს იმაზე, რომ თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს, ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რა თქმა უნდა ვერ შეერყევენ. ასამბლეაში მუშაობის შეჩერებას როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ კი რჩებით რომ აცხადებთ რომ ორგანიზაციაში რჩებით, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ აქტიურ ინსტიტუციაში, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ხოლმე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები და განცხადებები და თქვენ საპატიო თქვენც როდესაც ვიყავით დელეგაციაში, იყავით ვიცე-პრეზიდენტი, ხომ? ამ ასამბლეის. როგორ ხედავთ მაშინ თანამშრომლობის გაგრძელებას თავად ევროსაბჭოს? რეალურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, საკუთარ ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის გაგრძელება. დღეისათვის სამწუხაროდ პასე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება პასეს მუშაობაში არ მონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, აქ ბუნებრივია რჩები ჩვენ ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვარ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, ამას დავბირდით ჩვენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის იყო ჩამორძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებებით. იზოლაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ეს და რეალურად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. რას უპასუხებთ ამ პოლიტიკურ კრიტიკას? ხო, რეალურად ეს ასია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვეტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ. რეალურად არავითარი იზოლაცია არ იქნება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან. მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ეს შემდეგ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100 მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ დათქმების დაწესებას, აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მე მგონია რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში არის იმის რესურსი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცვლილებების პირობებში ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი გუშინ ბატონო ირაკლი აღნიშნა რომ
ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ოფიციალური პირების მხრიდან გვესმის სხვა განცხადებები მიხეილ პავლაშვილის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. რას უპასუხებთ აი ამ განსხვავებულ პოზიციებს და ზოგადად რაზე მიანიშნებს ეს განსხვავებული მოსაზრება? რეალურად გერმანიის ელჩი რასამობ საინტერესო არ არის ის მას შემდეგ რაც დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს შესაბამისად ყველა მისმა განცხადებამ დაკარგა აბსოლუტურად აზრი და ინტერესი. რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას რომელიც გახმოვანდა გერმანული საგარეო უწყების მხრიდან რა თქმა უნდა ეს საგარეო უწყების ეს პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური ქვეყანას ყავს არჩეული პრეზიდენტი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი ქართული ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩენილიყო პრეზიდენტად თუმცა მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებზე და ამით ავტომატურად უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს რომელიც 6 წელი ემსახურებოდა არა საკუთარ ქვეყანას პრეზიდენტის პოსტზე, არამედ ემსახურებოდა უცხო ძალებს. ბატონო ირაკლი, თქვენ გუშინ აღნიშნეთ, რომ სახელმწიფოს აქვს ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრზე, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩამოერთოს ქონება და ეს ქონება უნდა გამოიყენონ, ასევე დავამატებ გონჩარენკოს განცხადებას, რომელიც მორიგ ჯერზე დაესხა თავს ქართულ ოცნებას და ამბობს, რომ ხალხს ატყუებს მართველი პარტია, როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? გონჩარენკოთი დავიწყე, პირველ რიგში გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. ყველაფერი ნათქვამია ბუნებრივია ამით. რაც შეეხება ბრიტანელი დეპუტატის განცხადებას, ახლა ვსაუბრობდი ზუსტად საბჯოურ მენტალიტეტზე და საბჯოურ მიდგომებზე. რა არის ეს თუ არა საბჯოური მიდგომა, როცა კაცი ლორდთა პალატის წევრი საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ხო? ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა, ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ადამიანის უფლებების სფეროში და დემოკრატიის სფეროში კონკრეტულად ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს მისგან საუბარი ასეთი საბჯოური სტილით არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა სტრამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან. ბატონო ირაკლი, თქვენ გუშინ მედის ეთერში აღნიშნეთ, რომ იგივე აქცენტი მაქვს დასასრულს. შეთავაზეთ დაინტერესებულ საზოგადოებას დიალოგი ეთერ თურაძემ გამოთქვა უკვე მზადყოფნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ელოდება ადმინისტრაციისგან შეთავაზებას მზად არის თქვენთან დიალოგისთვის და კიდევ ერთი პასუხისგებლობას თქვენ აგაკისრებენ ადამიანები იმ შემთხვევაში თუ მზია ამაღლობას ექნება პრობლემა. დავამატეთ ბატონო ირაკლი, თქვენ გუშინ აღნიშნეთ იმედის ეთერში, რომ სახელმწიფოს აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი ცდილობს პირიქით შემოატრიალოს, რომ განმარტოთ რასთან გვაქვს საქმე, პოლიციელზე თავდასხმა არის თუ არა დანაშაული. რაც შეეხება კონკრეტულად ზია ამაღლობელის შემთხვევას, თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივად კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში ეს სამართალდარღვევა არ იყო არავითარი ფორმით დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის სერიალი სპეკულაცია. მე ერთი რამ მინდა უთხრა ყველას, როდესაც საუბარია რაღაცების საკისებაზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეძებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. ყველა ვინც ახალისებდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არის ასეთი სამართალდარღვევების წამხალისებელი. შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირების განმავლობაში და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას. მათ შორის ესენი არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც არიან საქართველოში, რადიკალურ ოპოზიციაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა დღეს მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, იმიტომ რომ მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ, ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, განსაკუთრებული აქტიურობით, ხო რომ არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული. ვინც ახალისებს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ რაიმეზე ისაუბროს საერთოდ. როდესაც საუბარია კონკრეტულად ზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი
არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა შესაბამისად. თუ იმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის სახალისებისათვის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ბატონო ირაკლი, ამერიკაში ჰაკერებმა გატეხეს გრანტების სია გვაგვიანებ ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოდიში ბოლო შეკითხვას დასვამ და იმ ფონზე რომ თან აქეთ ამ მხარეს რატომ გაკრიტიკებენ განსაკუთრებით რეაგირებაზე ხომზე ამაღლობელის кейსთან დაკავშირებით რომ აქეთ ამ მხარეს არ არის დასჯილი მოქალაქეების მიმართ შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და არ არის კვლევა ძიება დაწყებული სამართალდამცავთა მხრიდან. მხოლოდ ამის გამო ისმის კრიტიკა მაგ ნაწილში რამდენად არის მისი პატიმრობა გამართლებული. როცა აქეთ არავინ არ არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას, გადამეტებას, მაგრამ თქვენ იცით რომ იქ იყო მათ შორის ნიღბების შესაბამისად იდენტიფიცირება არის რთული კონკრეტული დანაშაულების და ეს შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე, ხო? ანუ აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, მე შეგახსენებთ, რომ ჯერ საშელიც არ არის შეფარდებული, არის წინასწარი პატიმრობა. მე ყველას მინდა უთხრა. ამას პრევენციისთვისაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა. მე ამას ვამბობ როგორც იურისტი. როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად კაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად კაცრად უნდა იყოს დასჯილი. ეს არის ბუნებრივია ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები და რა თქმა უნდა ეს ასე უნდა გაგრძელდეს. შესაბამისი ადამიანების მიზანი რა არის, ხო, ვინც ახალისებს ასეთ ტიპის ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, მათ უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, მათ უნდათ პოლიცია ჩამოშალონ, ხო, ამას ადრე აკეთებდნენ მაგალითად გახარიას ხელით, სხვა ფორმით, ახლა ცდილობენ რომ ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია. რა თქმა უნდა ვერავის მივცემთ ამის საშუალებას, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას და ვერც NGO-ებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად. ბატონო ირაკლი, ამერიკაში გატეხეს ჰაკერებმა USAID-ის გრანტების სია, სადაც გაირკვა რომ 30 მილიონი იყო გამოყოფილი სამ პროექტზე, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ამ პროექტების მიზნობრიობა, რას ხმარდებოდა ეს გრანტები, ეს არის თუ არა პრობლემა. კი, ნუ თავისთავად, ახლა საინტერესო რა არის, რომ ჩვენ მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი, თუმცა გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად უკვე სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის რეალურად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ეს არის ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. თავი რომ ასე გაგრძელდეს პროცესები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამთვიანი შეჩერება, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა გაჩერდეს და ჩვენ მალობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო ირაკლი, კითხავთ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე და ასევე რას იკეთებს მოვლას ეს ჩვენს ქვეყანას და ასევე უშუალოდ კომპანიაზე MR Corporation, როგორც ვთქვით, საკმაოდ მაღალი დონის კომპანია, როგორც შეგვიძლია. ანუ MR ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოგიდა კონკრეტულ პროექტს ამ ჯგუფმა, MR ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ, ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგ 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. თან საუბარია მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი ეს საინვესტიციო პროექტი. მადლობა თქვენ